ერთ თემაზე მინდა გადავიდე. ზოგიერთი ხალხი, ვინც არ არიან მუსლიმანები, უნდათ მუსლიმანებში რაღაც ეჭვი ჩაგდდება. ერთ-ერთი ეჭვი რა არის? იძახიან შარიათი, აშინებენ ამ ხალხს, აშინებენ ამ სიტყვით შარიათი ბრძანება ამას და ბრძანებს ამას. ნებისმიერ კანონში, ნებისმიერ ქვეყანაში არის თავისი კანონები, ვიღაცა კრიმინალი რაღაც თუ ჩაიდეს, მაგას რა ელოდება დასჯა. ასევეც ისლამში არის რელიგია, რომელიც ეხება ცხოვრების ყველა ასპექტებს. ასევეც ისლამში რაღაც ნებისმიერი კანონები, რომელიც რა ადამიანი თუ ვიღაცას მოკლავს სიტყვაზე, მაგას იგივე ელოდება. ადამიანს ვიტყვი თუ გააპატიურებს მაგალითად ქალს, მაგას იგივე ელოდება რა სიკვდილი. ეგეთი არის დასჯა ჩვენთან შარიათში. და იყენებენ მარტო ამ მომენტებს, მაგას სხვა მომენტებს არ ახსენებენ. ჩემი გაყიდვა ძმა შენს მიმართ არის შარიათისგან. შენი კარგი მოქცევა შენს მეზობელთან არის შარიათისგან. შენი პატივისცემა შენს მეზობელს, ანუ დაიხმარო შენს მეზობელს, რომს არ იყოს მუსლიმი, ეს არის შარიათი. შენი კარგი ურთიერთობთან ძმებთან ეს არის შარიათი. ალლაჰმა რომ ყურანში ჩვენ გვიბრძანა, რომ ალლაჰი იძახის, რომ ალლაჰი არ გიგზავნოთ თქვენ, რომ კარგად მოიპყროთ იმათ, ვინც არ ამობს თქვენთან, თქვენი რელიგიის გამო, ანუ არამუსლიმებს. ეგ შარიათია. ალლაჰი ჩვენ გვიბრძანის რა, რომ კარგად მოიპყროთ, ანუ ასევე არამუსლიმანებს. და გავავრცელოთ დუნიაში ხეირი, დავეხმაროთ ხალხს, მეზობლებს და ნათესავებს, რომც იყოს არამუსლიმი, მაგრამ მაგას არ ვარიძახიან. ეგ შარიათია. მაგედოს მე ეგეთი რაღაცები ჩვენ უნდა ვიცოდეთ. შარიათი არის რა, ალჰამდულილlah, ალლაჰის კანონი, რომელიც ეხმარება ადამიანს ნებისმიერ მდგომარეობაში.